მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2008 წლის ომის შედეგად მივიღეთ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დაკარგვა. 27,000 დევნილი ადამიანი, 151 დაკარგული სოფელი და რუსეთის მიერ საქართველოს ავტონომიური სუბიექტების დამოუკიდებელ სუბიექტებად ცნობა. მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. 2004-2012 წლებში თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამოთქმისათვის მთავრობის მიერ დაიხურა 7 ტელევიზია, ასევე ყველა ოპოზიციური ჟურნალ-გაზეთი და გადაცემები. ხოლო სასამართლოში იმავე პერიოდში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 0.6% შეადგენდა. მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია. 2004-2012 წლებში ქუჩაში სპეცოპერაციების შედეგად მოკლული იქნა 171 ახალგაზრდა. მათ შორის სისტემის მსხვერპლი გახდნენ სანდრო გვირგვლიანი, გუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, მაშინ. ხალხო. მიშაზე მეტი ამ ქვეყნისთვის არც ერთ ქართველ პოლიტიკოს არ გაუკეთებია.